საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის მორიგის ხდომა უკვე დასრულდა. დღევანდელ ხდომაზე დაიკითხა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოწმე, ნინო ბორაშვილი, ეს არის ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, ეს არის პიროვნების ამოცნობის ექსპერტიზა და მან განაცხადა, რომ ამ ვიდეოში, რომელიც მან გამოიკვლია, ჩანდა ინსაფ ალიევი, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ბრალდებული ამ საქმეში, თუმცა მიუხედავად ამისა, დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ეს ვიდეო არ არის სარწმუნო, რომ ის არის სხვადასხვა რაკურსით გადაღებული და კონკრეტული პიროვნების ვინაობის ამოცნობა არ იყოს შესაძლებელი. ისინი ამბობენ, რომ ამის გამოკვლევა კიდევ ერთხელ არის საჭირო და უფრო კარგი და მტკიცებულებების წარმოდგენა სასამართლოსთვის, იმისათვის, რომ საბოლოოდ დადასტურდეს ამა თუ იმ პიროვნების ქმედების ჩადენა და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი კვლევის საგანი და სწორედ ნინო ბორაშვილი გამოკითხეს დღეს როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ. გეტყვით იმას, რომ დღეს ასევე დაცვის მხარემ შუამდგომლობებიც წამოაყენა, კონკრეტულად ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ის ექსპერტებიც გამოეკითხათ, ვინც იყო კონკრეტულ დოკუმენტებში ასახული, თუმცა ბრალდების მხარე ამას უარყოფდა. საბოლოოდ შუამდგომლობა დააკმაყოფილა თამარ მჭედლიშვილმა, მოსამართლემ, თუმცა შემდგომ ბრალდების მხარემ ეს ყველაფერი უდავოდ გახადა. გეტყვით იმას, რომ შუამდგომლობა კიდევ ერთ საკითხს შეეხებოდა, ეს იყო მედიის გადაღების დაშვება სწორედ სასამართლოს სხდომებზე, რადგან როგორც იცით 30 ივნისიდან მედიას აღარ შეუძლია სხდომის დარბაზში, რომელიც მიმდინარეობს, იმ სხდომის გადაღება და შესაბამისად გაშუქება, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მოსამართლემ და მან თქვა, რომ ის არ არის ადრესატი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სწორედ ის დაწესებულება, რომელმაც უნდა გასცეს ეს ნებართვა და სწორედ ამიტომ მან განმარტა, რომ ამ შუამდგომლობას ვერ დააკმაყოფილებდა მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები ამას ითხოვდნენ და გეტყვით ასევე იმასაც, რომ საბოლოოდ ბოლო მეორე ნაწილში, ასე ვთქვათ, უკვე ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდნენ, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი გამოიკვლიეს ამის, თუმცა ადვოკატები კვლავ ამბობენ, რომ ბრალდებულებს, რომლებსაც ბრალდების მხარე საუბრობს, რომ ისინი ამ ვიდეოებში არიან ასახულები, ამას სარწმუნოდ ვერ მიიჩნევენ და ისინი ამბობენ, რომ ეს ვიდეო, ეს ყველაფერი არის პოლიტიკურად მოტივირებული. ვიდეოში ჩანს, რომ ბრალდების მხარის მხრიდან ინსაფ ალიევად მოხსენიებული პირი არავისთან არ შედის კომუნიკაციაში, ინდივიდუალურად მოქმედებს, არავისთან არანაირი კომუნიკაციაში არ შედის, რაიმე სახის მიახლოვების ნიშანიც კი არ არსებობს. ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ იგივე ლოგიკას თუ მიყვებით, მაშინ რუსთაველის გამზირზე იმ მომენტში, ვისაც იმყოფებოდა 10,000, 100,000 ადამიანი, ყველა უნდა წარმოადგენდეს ჯგუფს, რაც აბსურდია და უამრავი ეჭვი არსებობს, როგორც ვიდეოსთან დაკავშირებით, როგორც ექსპერტიზის მიერ, ასე ვთქვათ, მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით, ამავდროულად ვიდეოში არსებული კადრებიდან გამომდინარე, რა შეფასებასაც ახდენს ბრალდების მხარე, არანაირად არ ჯდება იმ შეფასებაში ობიექტურად, რასაც ინტერპრეტაციას აძლევს ბრალდების მხარე. რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მათივე თქმით ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, ვიდეო მტკიცებულებები გამოვიკვლიეთ და ცხად ნათელი იყო ის, რომ ეს მტკიცებულებები არ ასახავს რეალურად იმ ვერსიას, რასაც ბრალდების მხარე ცდილობს, რომ დაადასტუროს სასამართლოს წინაშე და უფრო მეტიც შეიძლება რიგ შემთხვევაში იყოს დაცვის მხარის სასარგებლო. უფრო ზუსტად ეს ვიდეოები და როცა საუბრობ ამ ვიდეოებზე, საუბრობ ყველა მათგანზე, რომელიც გამოკვლეულია და მათ შორის იმ ვიდეოებზე, რომელიც ჯერჯერობით არ არის გამოკვლეული და გამოვიკლეთ უახლოეს ხმებზე, ჩანს, რომ ეს ვიდეოები არის არა სამართალ დარღვევის ან სავარაუდო დანაშაულის სამსახურელი ვიდეო კადრები, არამედ არის აქციის სავარაუდოდ და ისიც უცნობია როდის, ანუ დღეც, თვეც, წელიც კი უცნობია, არის გარკვეული დემონსტრაციის სამსახურელი ვიდეო გადაღებული გაურკვეველი პირის მიერ, გაურკვეველ დროსა და გაურკვეველ ადგილას. ვიდეოებზე დასტურდება, რომ ჩვენ არ გვაქვს არც ერთი შემთხვევა, როცა რაიმე ტიპის ჯგუფზე ვსაუბრობთ ვინმესთან მიმართებაში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბოლომდე ვერ დადგინეს ვინ არიან მოქმედი პირები ვიდეოებში, ცხადია, რომ მათ ერთმანეთთან კომუნიკაციაც კი არ გააჩნიათ. შესაბამისად, ეს იყო უბრალოდ აუდიტორიის და ალბათ ქართული ცნობის საუმრჩეველზე გათვლილი ემოციური საკვები, რომ აჩვენონ კადრები, რომლებიც პროკურატურის აზრით გამოიწვევს საზოგადოებაში აგრესიას და პროტესტს თავად ბრალდებული
დაწესებული ვისმენთ. ხედავთ იმისა, რომ ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ გამართლებელი განაჩენი დადგეს, ჩვენ უკვე წინა მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გამოცდილებიდან, მათ შორის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, გვაქვს ღრმა რწმენა და პესიმისტური მოლოდინი, რომ სასამართლო ამ საქმეშიც იქნება არა დამოუკიდებელი არბიტრი, არამედ შეასრულებს იმ დაკვეთას, რომელიც მას ექნება ხელისუფლებიდან. კითხვას გავიგეთ, რომ საქართველოს კანონმდებლობაში შევიდა შემზღუდავი ნორმები, მაგრამ რატო გვავიწყდება კანონის დანაწესი, რომელიც ამბობს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებას უპირატესი იურიდიული ძალა აქვს და თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა უშიშროების და უსაფრთხოების საკითხებია და სხვა მსგავსი საკითხი დღის წესრიგში და თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერავინ ვერ ასაბუთებს მედიის შეზღუდვის ლეგიტიმურობას, მაშინ რატო ვზღუდავთ მედიას? ეს კითხვა დავსვი და ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. სასამართლოს განმარტება გავიგეთ, რომ ფორმალურად გამომდინარეობს იმ ცუდი კანონმდებლობიდან, რაც ბოლო პერიოდში მიიღეს, მაგრამ სამწუხაროდ სასამართლოს დაავიწყდა ის დანაწესი, რომ საქართველოში მავალდებულებელი ძალა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სასამართლოს ხდომაზე დღეს სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, მან მწუხარება გამოთქვა ონისე ცხადაძის მამისა და უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვანო ნადირაძის გარდაცვალების გამო, აგრეთვე მათე დევიძეს მხნეობა უსურვა და მან განაცხადა, რომ ისინი არიან მართლები და უყვართ სამშობლო. გეტყვით იმას, რომ ხვალ გაგრძელდება უკვე 8 პირის სასამართლო პროცესი.